მოგესალმებით. ამჟამად უნდა ვისაუბრო იმ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ამჟამინდელი პერიოდისათვის დამახასიათებელი იმ მოვლენებისა, რომლებიც საფრთხის წინაშე დააყენებენ კაცობრიობის არსებობის გაგრძელების საკითხს. ამიტომ გთხოვთ ყურადღების მობილიზებას და სერიოზულად დაფიქრებას იმაზე, რასაც მოისმენთ. მოგახსენებთ იმას, რომ ბიბლიური განაცხადის თანახმად ღმერთს არც სიკვდილი შეუქმნია და არც ვინმეს დასჭით ხარობს. ასევე ბიბლია თავადვე იძლევა პასუხს იმაზეც, თუ რატომ ან სად იპოვა სიკვდილი ღმერთის მიერმა ისეთმა ქმნილებამ, ვიზედაც ის აცხადებს, რომ ჩემს მსგავსად და ხატად შევქმენიო. პასუხი კი აშემდეგია. მიზეზი ყოფილა უჯულოებით, ანუ უფალის მიერ დადგენილი კანონების არ შესრულებით ზღვარ გადასულობა. რომელ კანონთა არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ბედისწერაში ყოველი კანონის დაცვას სათავისო ჯილდო აქვს დადგენილი და დარღვევას კი სათავისო სასჯელი. ამიტომ კანონთა დაცვის განგება ღმერთის წყალობით განსჯას ექვემდებარება და დარღვევებისა კი ღვთის რისხვისას. კანონებთან მიმართებით კი უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ ზოგი მათგანის მოქმედება ადამიანის პირადულ და ოჯახობრივ ურთიერთობის სფეროს ეხება. ზოგის საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწეობას და ზოგისაც ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის ქონას. ასევე განსაზღვრულია მათი მისაგებელის შეფასებითი ქულები ბედისწერაში და მათგან განმსაზღვრელობითი როლი მიკუთვნებული აქვს ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის მაჩვენებელს. რაც შეეხება პირადულ და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სფეროს მომცველ კანონების დარღვევას, ამის შემცნობი ნებისმიერი ადამიანი იქნება, ვინც კი მოისურვებს მათში გარკვევას. მაგრამ რაც შეეხება ღმერთის რწმენისადმი კანონდარღვევის შემეცნებას, მასში გარკვევა კი ყველას უჭირს. ვინაიდან მის შესახებ სათანადო ცოდნის მქონე მხოლოდ იესო ნაზარეველი იყო და მის მეტი არც არავინ. ხოლო რაც შეეხება რელიგიური მიმდინარეობების მოძღვრებებს, მნიშვნელობა არა აქვს ეს რელიგიებია თუ სექტებია, ისინი არათუ საკმაოდ, არამედ ძალიან აცდენილი არიან სინამდვილეს და სწორედ მათი მოძღვრების რწმუნების გამო მოხდა ის, რომ ხალხის ბედისწერის განგება ღვთის რისხვის განაჩენს დაექვემდებარა, რომელიც სამწუხაროდ ამჟამად უკვე ისეთ ნიშნულამდე ავიდა, რომ სამყარულ კანონზომიერებაში კლიმატურ კატაკლიზმათა ამოქმედების მექანიზმი ჩაირთო. რაც თუ კი არ შეჩერდა, თავის მოქმედებას იმით დაასრულებს, რომ კაცობრიობის არსებობას წერტილი დაესმება. მაგრამ ეს არ შეესაბამება ღმერთის მიერ დაშვებას. და ამიტომაც მისგან ადამიანთათვის დახმარების გაწევას ექნა ადგილი, რომელ დახმარებასაც წარმოადგენს იმ ჭეშმარიტი ცოდნის გაცხადება, რომელსაც იესო ქრისტე ფლობდა და რის თაობაზეც მან თქვა, რომ დადგებოდა დრო, როცა არა იგავებით, არამედ პირდაპირ აუწყებდა ხალხს ყოველივეს. ამჟამად კი სწორედ ის პერიოდია, როცა არსებული სიტუაცია მოითხოვს ამის აუცილებლობას. ვინაიდან მხოლოდ ეს ცოდნა და მისით მოქმედება არის ის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ადამიანებმა თავი უნდა გადაერჩინონ იმ მოვლენებისაგან, რომელიც თავს დაატყდება დედამიწის ყოველ დასახლებულ ადგილს. ხსენებული ცოდნა კი ეხება ღმერთის რწმენისადმი ჭეშმარიტების საკითხს, ვინაიდან სწორედ მასზეა დაყრდნობილი ბედისწერის განგება. როგორც ამას ბიბლიაც იუწყება კიდეც, რომ ადამიანი სანამ სხეულში სახლობს, მას ცხოვრებისეულ ნაბიჯებს რწმენა განუსაზღვრავს და არა ხედვაო. როგორც მოგახსენეთ, განურჩევლად რელიგიური ყველა სფერო, ეს რელიგიები, სექტები, ყოველი მათგანი ძალიან არის აცდენილი ჭეშმარიტებას და მათ მიერ გავრცელებული ცოდნით აღჭურვილ ხალხშიაც უაღრესად დაბალ ზღვარზეა დასული ღმერთის რწმენისადმი ჭეშმარიტების მაჩვენებლის ნიშნული. ამიტომაც ადამიანებს სათანადოდ ვერ აქვთ შეგნებული ის სინამდვილე, რომ მიუხედავად იმისა, ისინი ირწმუნებენ თუ არა ღმერთის არსებობას, ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ თითეული ადამიანის ბედისწერას ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა გასჯის და მას ვერ აერიდება ვერავინ. ვინაიდან ღმერთის მიერი მსაჯულები ყოველი ადამიანის სულის გონების შემადგენლობაშია და განაუსულოდ კი ვინმე ცოცხლობს. ამიტომ ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს ის, რომ ამაოა ღმერთის მოძიება ზეცასა თუ რელიგიურ ტაძრებში.
რადგან ღმერთი თვით ადამიანში იმყოფება სული წმინდის ძალის სახით და სულის გონების შემადგენლობაში მყოფი მისი მსაჯულები განსჯიან ადამიანის ბედს. ამიტომაც ყოველი ადამიანის ფიქრებითა და ქმედებებით ცნობილია მისთვის. ახლა კი მინდა თქვენი ყურადღება მივმართო იმ კანონების მიმართ, რომელთა დარღვევებზეც უმაღლესი დონის სასჯელების მომგაა დაწესებული ბედისწერაში. ვინაიდან სწორედ მასზე დგას ღმერთის რწმენისადმი ჭეშმარიტების მაჩვენებლის ისარი. ამ ცოდნის წარმოდგენა რომ ადვილად გასაგები იყოს, ამიტომ ორიოდ სიტყვით უნდა შევეხო საკაცობრიო გენეტიკის არსს, რომელიც დადგენილი ექნა კაცობრიობას განვითარების მიზნით და მიზნად ისახავს გონიერი გენის სახით ჩამოყალიბებული ნაყოფის მიღებას. ადამ და ევა საწყისით დაწყებული საკაცობრიო მიმდინარეობა ამჟამად სწორედ ნაყოფის მომკის პერიოდში იმყოფება. ცხადია მეცნიერებისათვის არ არის ცნობილი ამის ცოდნა, ვინაიდან მათ მიერ არა მარტო შეუსწავლელია სული, არამედ უფრო მეტიც, უარყოფილიც კი. რელიგიური ცოდნა კი საერთოდ გამიჯნულია სინამდვილეს. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტი ცოდნის შეფასებას, მასზე თუ კი ვიტყვი იმას, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედების გარეშე ვერ მოხერხდება პრობლემათა გამოსწორება და საჭირო შედეგის მიღებაც ვერ მოხდება, არ მგონია, რომ ვინმესათვის მიუღებელი იყოს ამის დაჯერება. ამასთანავე მასზე მოგახსენებთ იმასაც, რომ ჭეშმარიტ ცოდნას ღმერთი უცხადებს მხოლოდ იმას, ვისაც თავად ჩათვლის საჭიროდ და ეს ცოდნაც იმ დონისაა, რომ მას ვერ შეედავება და ვერც წინ აღუდგება ვერავინ. მოკლედ მეც ახლა გავაგრძელებ ამ მხრივ და პირდაპირ გადავალ გასახილველ საკითხზე. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ მიუხედავად სტანდარტული გარეგნული აღნაგობისა, უაღრესად დიდია ადამიანებს შორის სხვაობა ცნობიერული დონის თვალსაზრისით. რაც გამომდინარეა იმისაგან, რომ სწორედ ცნობიერებაა ის მთავარი რამ, რაც განუსაზღვრავს ადამიანს ადამიანობის სტატუსს. ამიტომაც სწორედ მის გასაწვრთნელად ექნა დადგენილი ადამიანთა მოდგმას საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობა. ვინაიდან და რადგანაც ცნობიერული ცვალებადობა მკვეთრ სხვაობრივ ეფექტებს არ იძლევა გარეგნული იერსახეობრივი სტანდარტულობის მხრივ, ამიტომ ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ სხვაობათა იმ ნიუანსებს, რითაც ყოველი მომდევნო თაობა განსხვავდება წინასაგან. ამ სხვაობრივი ნიუანსების ცოდნა და მათი საფუძვლიანი გახილვა კი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ეხებიან სამყარული ძალოვანებით ადამიანის აღჭურვის საკითხს, რითაც ენიჭება პიროვნებას მიზიდულობის კოეფიციენტი, ხოლო რაც შეეხება სამყარულ ძალოვანებას, ის კი საერთოდ არ არის დამოკიდებული ფიზიკურ ძალოვანებასთან, არამედ წარმოადგენს სიტყვის ძალის როლს, რასაც ემორჩილებიან სამყარული ძალებიც. ცხადია ამ საკითხს აქ ვერ ჩაუღმავდები, რადგან საკმაოდ დიდი მოცულობისაა. თანაც ის უკვე წარმოდგენილი მაქვს უფალია ჩვენი სიმართლის წიგნებით და გამოქვეყნებული კიდეც საყოველთაოდ ხელმისაწვდომად. ხოლო ახლა კი დავუბრუნდები საკაცობრიო გენეტიკის საკითხს, რომელიც ადამ და ევადან დაიწყო. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ წარღვნამდელი პერიოდის ადამიანების ცნობიერება მეტად ფართო შემეცნების უნარმქნეობით იყო აღჭურვილი, რითაც სამწუხაროდ სადანამაც ისარგებლა და სათავისოდ გამოიყენა. რასაც მოჰყვა კიდეც წარღვნის მომკის დამსახურება ხალხის მიმართ. ხოლო შედეგად კი გენეტიკის კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებების ამოქმედება გახდა საჭირო, რომლის თანახმადაც დამდაბლდა შემეცნებითი პარამეტრების დონე, რაც ფაქტობრივად გამოვლინებული იქნა პირველყოფილი ადამიანის სახით. თუმცა ეს პროცესი არ შეხებია ნოეს მიერ გადარჩენილ გენს და სწორედ მის შთამომავლობით გაგრძელებული გენის წარმომადგენლები არიან ბიბლიაში მოხსენიებული ღმერთის რჩეულ ერად. ახლა კი შევეხები იმ საკითხს, რასაც რჯულის კანონმდებლობა ჰქვია. საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობაში რჯულის კანონების ამოქმედების აუცილებლობა გამოიწვია ადამიანთა მიერ ცოდვების ჩადენათა სიმრავლე. მართალია ეს კანონები სიმკაცრით გამოირჩეოდა, მაგრამ მათგან მაინც ვერ მოხერხდა ისეთი ნაყოფის გამოღება, რომ ადამიანებს ცოდვების ჩადენა შეემცირებიათ. არამედ იმგვარი შედეგი იქნა მიღებული, რომ კვლავ წარღვნის განაჩენის მომკის წინაშე დადგა ადამიანთა მოდგმის ბედი. ამიტომ აუცილებელი გახდა საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებების გატარება, რაც გამოიხატა რჯულის ახალი აღთქმით შეცვლით. რას ითვალისწინებს ეს ცვლილება?
აი ამის კარგად შესაძლებლად გთხოვთ ყურადღების მობილიზებას. ვინაიდან სამწუხაროდ ამჟამად ის მდგომარეობაა, რომ ადამიანებმა არცოდნის გამო ჩაიდინეს ის, რომ თავიანთი ბედისწერა რჯულის კანონებით განსჯაზე გადაიყვანეს. ხოლო რჯულის კანონით რომ ვერავინ გამართლდება, ეს ალბათ ყველა მიცის, მაგრამ არავინ იცის ის, თუ რატომ მოხდა ეს, არც ის, რომ ამჟამად ადამიანთა ბედისწერა რჯულით განიკარგება. რასაც ცხადია ჩემს გარდა ვერავინ გაცნობებდა, ამიტომაც ვასრულებ კიდეც მისიას. პირველ რიგში მინდა გაცნობოთ იმის თაობაზე, რა საფუძველზე დგას ის მდგომარეობა, რასაც ნათლისღება, ანუ უბრალოდ ნათლობა ჰქვია. რაც არის აზროვნებასა და გონებას შორის კავშირის სრულყოფილად აღდგენა, რომელი კავშირის დარღვევასაც ცოდვების ჩადენა ახდენს და ჩვენ მას გონების მიძინებას უწოდებთ. რაც იძლევა იმ შედეგს, რასაც გაუკუღმართებული აზროვნება ჰქვია და ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სიცრუეს ღებულობს სიმართლედ. ანატომიური თვალსაზრისით კი ეს გამოიხატება სისხლში ცვლილებებით, რასაც ბიბლიური ენა სისხლის შემადგენლობაში მძვინვარების მარცვალის გაღვივებას უწოდებს. ხოლო ვინაიდან სისხლია მთავარი საკვები ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობისათვის, ამიტომ რაც უფრო იძინებს გონება, მით უფრო ბინძურდება სისხლი მძვინვარების მარცვლით. შესაბამისად, ადამიანში ირღვევა სიმშვიდის სტანდარტული დონე. ორგანიზმში წარმოიშობა ბოღმა და გრძნობების და თვისებების მრისხანებას ექვემდებარება. მრისხანე მდგომარეობაში ყოფნისას მიღებული გადაწყვეტილებანი კი ყველასათვის ცნობილია როგორიც არის, ამიტომ მას კომენტარი აღარ სჭირდება. ცხადია, ამ პროცესში ჩართულია როგორც გრძნობათა ორგანოების ფუნქციონირება, ისე მათგან ნაწარმოები გრძნობებიც და ამიტომაც მათ გადაგვარებასაც აქვს ადგილი. რასაც მოსდევს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი შედეგები როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ასევე პირადულ და საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროში. დაუბრუნდები ისევ ნათლობის არსს და მასზე მოგახსენებთ იმას, რომ მისი საყრდენი სისხლია. რასაც ადასტურებს ბიბლია და ამბობს, რომ სისხლის დაუღრმლად არ ხდება ცოდვათა მიდევებაო. ამიტომაც რჯულის დროს, როცა ხდებოდა ნათლობის რიტუალის ჩადარება, მას ატარებდა მღვდელი, რომელიც ჯერ თავად იტარებდა მონანიებით განწმენდას და ამის შემდეგ მსხვერპლად შეწირული ცხოველის სისხლს აპყურებდა ნათლობის რიტუალის ჩასატარებლად. მაგრამ რადგან ადამიანებმა გააგრძელეს ცოდვების გზით სიარული, ისე მოხდა, რომ აღარავინ დარჩა ისეთი, რომელსაც ნათლობის ჩატარების უნარ-შემძლეობა ჰქონოდა. ანუ სხვაგვარად რომ თქვა, აღარავინ იყო მფლობელი საჭირო სიძლიერის სულიწმიდის ძალისა. ამიტომაც საჭირო გახდა ძირეული ცვლილებანი და იგი რჯულის ახალი აღთქმით შეცვლით გამოიხადა. მისი არსიც იმაში მდგომარეობს, რომ იესო ქრისტეს სისხლის ერთჯერადად შეწირვით მოხდა საკაცობრიო სულისმიერი გონების დაბლოკილი ნაწილების აღდგენა. მისი შემძლეობაც მას ჰქონდა იმიტომ, რომ ყოველი ადამიანის სული მომცველია იმ გონებისა, რომლის შექმნაც ქრისტემ ედემში ყოფნის პერიოდში შეასრულა. ეს საკითხი ფართოდ არის გაშუქებული ბიბლიის ებრაელთა მე-7 და მე-9 თავში და ვისაც აქვს სურვილი მასში კარგად გარკვევისა, შეუძლია გაეცნოს. ხოლო მე კი მოგახსენებთ ამ საკითხის შესახებ იმ სინამდვილეს, რაც რელიგიებმა დაუფარეს ადამიანებს და რაც შემდეგია. ახალი აღთქმის მნიშვნელობა დგას იმ საფუძველზე, რომ გაუქმებული იქნა ნათლობის რიტუალთა ჩატარება. რადგან ქრისტეს სისხლის მსხვერპლად შეწირვის შედეგად ყოველ ახალშობილს დაბადებით ეძლევა სულიწმიდით ნათელღებული სული და მისი ნათლიაც ქრისტეა. სწორედ ამიტომაც იქნა ახალი აღთქმით გაუქმებული ცხოველთა მსხვერპლად შეწირვაც, რადგან ის ნათლობის ჩატარების შემადგენელი ნაწილი იყო მხოლოდ. ახლა კი უფრო კარგად გასაგები რო იყოს, რასაც გაცნობებ, უფრო დავაკონკრეტებ მას. მოგეხსენებათ, რომ მატერია ორგვარი სახით არის წარმოდგენილი: ნივთიერება და ველი. სული სწორედ ველია და იგი დაქვემდებარებულია კოსმოსურ მიზიდულობას. სულისა და სხეულის ურთიერთობაზე კი მოგახსენებთ იმას, რომ სხეულებრივი უჯრედები ნაწარმოებია სულისაგან. ამიტომაც ახალშობილ სხეულს აქვს სულის მიზიდვის ძალა და დაბადების დროს ხდება მათი ურთიერთშერწყმა, რომელიც ძალასაც სხეულს უცოდველობა ანიჭებს, ხოლო ცოდვების ჩადენის შედეგად კი სუსტდება სულსა და სხეულს შორის კავშირი და როცა ცოდვების სიჭარბე გადავა პიროვნებისათვის დადგენილ ინდივიდუალურ ზღვარს, ხდება ამ კავშირის გაწყვეტა, რასაც ჩვენ გარდაცვალებას უწოდებთ.
რაც შეეხება სულს, წარღვნის შემდგომი პერიოდიდან ახალშობილს კოსმოსიდან ეძლევა რეინკარნირებული სული. წარღვნამდე კი სხვაგვარად იყო და გაყოფითი გამრავლების გზით ხდებოდა სულის მინიჭება ახალშობილის სხეულისათვის. რეინკარნაციის მიზანი კი ის არის, რომ უზრუნველყოფილი იქნას გენის უწყვეტობა. ხოლო სხეულებრივ როგორ შემადგენლობაში რომელი სული უნდა რეინკარნირდეს, ამას კი საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობა განსაზღვრავს. რეინკარნაციის პროცესი კი იმას ემსახურება, რომ სული განიწმინდოს სხეულებრივი ელემენტებისაგან, რომელიც მას მიიღოს სხეულთან თანაცხოვრების პერიოდში, რაც ხდება მისი გასვლის დროს ატმოსფერულ ჰაერთან გაწეული წინააღმდეგობის შედეგად. ხოლო როცა დედამიწურ მიზიდულობას გასცდება, მიდის მარსზე, ანუ ბიბლიურ ედემში, სადაც მოხდა კიდეც მისი ადამიანური კატეგორიის სულად ჩამოყალიბება და იქ ხდება მისი შემადგენელი გონების სრულად აღდგენა. ანუ სულიწმიდით ნათლის ხება, რაც შესაძლებელი ხდება ახალი აღთქმის კანონმდებლობით. ის შემდეგაც იგი რეინკარნირდება სათანადო გენის მემკვიდრე ახალშობილში. რაც შეეხება მემკვიდრეობის საკითხს, სხეულს მას განუსაზღვრავს ინდივიდუალური გენეტიკური კოდი, ხოლო სულს კი სინონიმური შემადგენლობითი ხმის ძალა. ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, რასაც ემსახურება ის ნათლობები, რომელსაც ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები ატარებენ და თავიანთ თავზე აცხადებენ იმას, რომ ისინი შუამავალნი არიან კავშირისა ადამიანსა და ქრისტეს შორის. რაზედაც ქრისტიანული რელიგია ასე აცხადებს, რომ ნათლობით პიროვნება გაქრისტიანდაო. მე კი იმას, რასაც გაცნობებთ, წარმოვადგენ ბიბლიის ფონზე. მოგახსენებთ, რომ ბიბლია ასე განმარტავს ნათლობას, რომ იგი ხორციელი ჭუჭვის ჩამორეცხვა კი არა, არამედ კეთილი სინდისის ღვთისადმი შეპირებაა. რაც შეეხება კეთილ სინდისს, იგი ცოდვების მიტევებით მიიღება. ცოდვების მიტევება კი სისხლის დაუღრელად არ ხდება. ხოლო ღვთისადმი შეპირება კი აღთქმის დადება არის იმაზე, რომ ცოდვის ჩადენას აღარ ექნება ადგილი. ვსვამ ასეთ კითხვას. რომელი ბავშვია ისეთი ცოდვილი, რომას სინდისი უნდა გაუსუფთავოს იმ მღვდელმა, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომ სისხლის დაუღრელად არ ხდება მიტევება. ბიბლია არ აცხადებს იმას, რომ იესომ ვინმეს მიმართ დატოვა ანდერძი იმისა, რომ ჩემი სისხლის დაღვრით ვინმე გახდეს ნათლისმცემელიო. არამედ პირიქით ბიბლია იუწყება იმას, რომ ქრისტეს არავინ მოულენია სანათლავად, არამედ მხოლოდ სახარებლად უბრალო სიტყვებითო. გარდა ამისა, იმასაც ამბობს, რომ ახალი აღთქმის თანახმად ღმერთსა და ადამიანს შორის შუამდგომელი არის მხოლოდ ქრისტე და მის მეტი არავინო. ხოლო ადამიანსა და ქრისტეს შორის შუამდგომლად კი ღმერთს არავინ დაუდგენია. ანდა როგორ შეიძლება მოხდეს ის, რომ უცოდველ ბავშვს წმინდასთან შუამდგომლობა გაუწიოს ცოდვილმა მღვდელმა? რომელიმე მათგანი იტყვის იმას, რომ ის უფრო უცოდველია ვიდრე ის ბავშვი, რომლის განათვლასაც იბრალებს. გთხოვთ სერიოზულად დაფიქრდეთ ამაზე. განა შუამავალი უფრო ახლო არ უნდა იყოს მასთან, ვისთანაც შუამდგომლობს, ვიდრე ის, ვისაც შუამდგომლობს. როგორ ფიქრობთ, ცოდვილი მღვდელია უფრო ახლოს ქრისტესთან თუ უცოდველი ბავშვი? განა ბიბლია არ იუწყება იმას, რომ იესო ასე ამბობს, ვინც ბავშვივით უცოდველი არ იქნება, ის ვერ შევახვდის სასუფეველშიო. დასკვნა თავად გამოიტანეთ და ყოველივე ამ ინფორმაციის გათვალისწინებით. მე კი იმას გეტყვით, რომ სწორედ ეს ნათლობებია მიზეზი იმისა, ქრისტიანულმა რელიგიამ ანტიქრისტე რომ წარმოშვა და რადგან მას ადამიანური იერსახეობა აქვს, ეს ნუ გატყუებთ. ვინაიდან ის ეშმაკის სულის მქონე ადამიანის სახეერი არსებაა და ძალიან ბევრ უბედურებას თავს ატეხს კიდეც ადამიანებს. ამიტომ თუ კი არ მოხდა მისი მხილება, რითაც წაერთმევა მას ძალა, მანამ ისი არ მოისვენებს კაცობრიობას თუ არ გაანადგურებს. ისინი ადაკიც უკვე მომზადებულია კიდეც, რადგან ეგრეთ წოდებული ნათლეობის მეშვეობით ადამიანთა მიერ უარი არის ნათქვამი ქრისტეს ნათლეობაზე და მათი ბედისწერაც გადასული არის ორჯულით განსჯაზე. შედეგი კი რაც არის, ამას უკვე ყველა ხედავს და თუ კი ვინმე ვერ ხედავს, ისი ახლოს მიუმა, რომ აუცილებლად დაინახავს. ამიტომ კლავაც გთხოვთ იმას, რომ საფუძვლიანად დაფიქრდეთ ამ საკითხზე მანამ, სანამ შედეგებს ფაქტებით იწუნებდეთ. მე ცხადია ყველა გაუსწორებს თვალს სინამდვილეს, მაგრამ რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ კი გადაურჩება თავს დადეხით ღვთის რისხვას. ახლა კი უაღრესად მნიშვნელოვანი კომენტარი უნდა გავაკეთო იმ საკითხზე, რომელიც ეხება რელიგიურ მიმდინარეობა და უდიდეს დანაშაულს კაცობრიობისადმი. რადგანაც სწორედ მათი დამსახურება ის, რომ ადამიანებში არ არსებობს არათუ საფუძვლიანი და სიღრმისეული ცოდნა ქრისტეობის ფენომენისადმი, არამედ საერთოდაც წარმოდგენაც კი არ აქვთ არავის ამ ცოდნაზე.
ამიტომაც სათანადოდ ვერ აფასებენ ანტიქრისტეს ბოროტების ძალას და ვერ სცნობენ მას. არამედ პირიქით ღმერთისაგან მოვლენილად და ბრძენად მიიჩნევენ. ეს ბოროტი არსება განსაკუთრებით ებრძვის ბავშვებს და იმერს, რომელშიაც ღვთიური გენი მძლავრობს, რასაც ისეთი შენიღული ფორმით აკეთებს, რომ აზრადაც არავის მოსდის ის თუ მისცემენ თაყვას და მის მოციქულებს კი ანდომენ აღსარებისეულ საიდუმლოებებს. შედეგიც სახელზეა და მას კომენტარი აღარ სჭირდება. ვინაიდან მათ თავს დათეხილი უბედურებები უკვე ყოველდღიურობისა და მზარდი მასშტაბების მომცველობით მიმდინარეობს. ამიტომ ვალდებული ვარ მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ ნუაფასებთ ანტიქრისტეს ძალას მისი ადამიანური სახიერების მიხედვით. მისი შემძლეობა გაცილებით უფრო დიდია და ამჟამად, როცა უკვე მისთვის მიცემული დრო იწურება, ის უფრო და უფრო მძვინვარებს. ხოლო მისი დევიზი კი ასეთია: თუ თვითონ არ იქნება, მაშინ არც არავინ უნდა იყოს. აი ეს არის ამჟამინდელი რეალობის ჭეშმარიტი შეფასება. და თუ კი ადამიანები დროულად ვერ გააცნობიერებენ სათანადოდ მას და საჭირო ზომებსაც არ მიიღებენ, ვაფრთხილებ ყველას, რომ იმ დონის კატასტროფის მოხდენას ექნება ადგილი, რისი წარმოდგენაც კი არავის შეუძლია. საუბრის დასასრულს კი იმასაც განმარტავს, სტიქიურ უბედურების დროს რატომ ისჯება ხალხი და თანამდებობრივად მაღალ საფეხურზე მყოფნი კი განურჩევლად მხარეებისა არ ზარალდებიან. ამის მიზეზი რაც არის, კანონების სახით უკვე გაცნობია წინა აუდიო ჩანაწერებში. აქ განმარტავ მას. მიზეზი ის არის, რომ ვინც აცდუნებს ვინმეს და თავის სიტყვას უფრო დააჯერებებს, ვიდრე ღმერთის მიერ დადგენილისას, ამით ისღებულობს იმ წყალობას, რაც განკუთვნილი იყო იმ პირისათვის, ვისიც თუნებაც მან შეძლო. ხოლო ვინც მოტყუდა, ის კიდევ ღვთის რისხვას იღებს იმიტომ, რომ მას გენეტიკურად მიცემული ჰქონდა უნარი სიმართლის შეცნობისა. მან კი იგი არ გამოიყენა და შესაბამისად კანონიც დაარღვია. რადგან ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება. ამიტომაც ეს ცუდად ეთვლება მას. აი ჭეშმარიტი სიმართლე ეს გახლავთ იმაზე, რატომ ისჯება ხალხი და როცა კითხულობენ იმას, რომ ხალხი რა შუაშია, რატომ ისჯებაო, პასუხიც ესაა. ხალხი ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობენ ჭეშმარიტი ცოდნის მიღებაზე. ამიტომაც ჩადიან იმდენ ცოდვას, რომ უბედურება გაიხადეს ცხოვრების თანამგზავრად. ახლა კი დაგემშვიდობებით, რადგანაც საჭირო ცოდნა უკვე წარმოგედგინეთ. დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, თქვენი ნება და გადაწყვეტილებასაც მიიღეთ.